გრძელდება საარჩევნო პროცესი ზუგდიდის ნომერ 77 საარჩევნო ოლქში 70-ვე უბანზე 7 და წყნარ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ერთ უბანზე და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში არანაირი საჩივარი არ შესულა. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27747-მა ამომრჩეველმა. ძალიან შვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, მივეცი ხმას ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, განვითარებას და რა თქმა უნდა, კეთილდღეობას. განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლას და წარმატებებს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ფიქსირდება 27747 მონაწილე ამომრჩეველი. უბნებზე 7 პროცესია, 7 გარემოა, კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ ამომრჩევლები ეტაპობრივად, სიმშვიდეა, 7 გარემოა. ამ ეტაპისთვის არც საოლქო საარჩევნო კომისიებში და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ფიქსირდება საჩივარი. ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური სუბიექტი: გირჩი, ლელო, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება, კონსერვატორები და პატრიოტთა ალიანსი. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, 3 მერობის კანდიდატია: რამაზ ჩაჩიბაია, საქართველო, გიორგი თოდუა, ლელო და დავით კოდუა, ქართული ოცნება. ეს ნატალია ბერულავა იყო ზუგდიდიდან.